დიდი ალბათობით ირაკლი ზარქვა ვერავის ვერსად ვერ უჩივლებს, რადგანაც მას რომ ამისთვის რაიმე არგუმენტი და მტკიცებულებები ჰქონდეს, მაშინ დღეს ნამდვილად ისაუბრებდა მედიასთან. დღეს კი ირაკლი ზარქვა მხოლოდ დემონსტრაციულად მოვიდა პარლამენტში. გვითხრეს, რომ ის პარლამენტში შემოვიდოდა, მედიასთან გააკეთებდა კომენტარს. ყველა მედია საშუალება ეზოში ველოდებოდით ირაკლი ზარქვას. ის მანქანიდან არც კი გადმოსულა, ფანჯარა ჩამოწია და თქვა, რომ მონაკოში ვარ, ვერ ჩაგეწერებით. როგორც ჩანს, მხოლოდ ამ ერთადერთი ფრაზით ცდილობს ახლა ირაკლი ზარქვა და ამტკიცოს, რომ ვიდეო, რომელიც მონაკო დეილმა გამოაქვეყნა, იყო სიყალბე, ვინაიდან ირაკლი ზარქვამ ჯერ კიდევ გუშინ დაპოსტა, რომ ხელოვნური ინტელექტით უქმნიან და ურცელებენ მას ვიდეოებს, ფოტოებს და ეს ყველაფერიც მათ შორის იყო ხელოვნური ინტელექტით შექმნილი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ირაკლი ზარქვასთან დღეს არაერთი კითხვა გვქონდა, მის მედიასთან გამოჩნდა, მაგრამ არც ერთ კითხვას არ უპასუხა, მხოლოდ ის თქვა, რომ თბილისშია და არ არის მონაკოში. აღსანიშნავი არის ასევე, რომ მონაკო დეილმა გამოაქვეყნა ირაკლი ზარქვას ვიდეო, რომელიც გადაღებული არის მონაკოს ხუთვარსკვლავიან კაზინო მონტე-კარლოს შესასვლელთან. ეს არის კაზინო, სადაც მონაკოში მყოფი მდიდრები და მილიონერები დროს ატარებენ, თუმცა ირაკლი ზარქვა აცხადებს, რომ ვიდეო, რომელიც გამოქვეყნდა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. გავიგეთ, რომ პარლამენტში კომენტარის გაკეთება გსურდათ და გვინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს რამდენ ახალცას გილოცავთ? მონაკოში ვყოფით და სამწუხარო კომენტარს ვერ ვუწევთ. ეს არის თქვენი მესიჯი დღეს? ბატონო ირაკლი. ბატონო ირაკლი მონაკოში. ჩვენი ინფორმაციით ირაკლი ზარქვა მონაკოში ამ ზაფხულს იმყოფებოდა, მათ შორის ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნებთან ერთადაც და ეს იყო კითხვები, რომელზეც პასუხების მიღება მათ შორის რა თქმა უნდა გვაინტერესებდა ზარქვასთან, მაგრამ მოგვიწია, რომ მის ნაცვლად ქართული ოცნების სხვა წევრებისთვის დაგვეცვა მათ შორის ეს კითხვები და მათ შორის კითხვა აპირებს თუ არა ირაკლი ზარქვა, რომ უჩივლოს პლატფორმას, მონაკოს პლატფორმას, რომელმაც ზარქვას ვიდეო გამოაქვეყნა, თუ ეს ყალბი არის და თუ ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი, როგორც ჩანს, ზარქვას ირგვლივ განვითარებული ახალი სკანდალი ქართული ოცნების წევრებისთვისაც არ არის სერიოზული და ამ კითხვაზე მათ სერიოზული პასუხიც კი არ აქვთ. ზარქვა აცხადებს, რომ გუშინ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეო არის ფეიკი, ხელოვნური ინტელექტი. რა ვიდეო არის, აბა რომ გითხრათ? ვიდეოში ჩანს ირაკლი ზარქვა ახალგაზრდა ქალბატონთან ერთად და ისინი ყოფილიან მონაკოში. ნუ ეს არის ამ ვიდეოს შინაარსი და ირაკლი ზარქვა იძახის, რომ ხელოვნური ინტელექტით არის გაკეთებული, AI გააკეთაო ეს. სამწუხაროა. დიპსტეიტია და ხელოვნური ინტელექტი ყოფილი. საკუთრად ფეიკია ამბობ. რა ვქნა, მე რა ვქნა? არა ქართული ოცნება რომ უჩივლად მეთოდები ბლოგს მონაკოში, რომელმაც ესე გააყალბა ირაკლი ზარქვას ვიდეო და ის ჩასვა დაამონტაჟა ირაკლი ზარქვა ვიდეოში. ერთ ისტორიას მოგიყვებით რა. რუსულ ენაზეო. ხო, კაი, რამე უფრო სერიოზულ კითხვას თუ დამისვავთ, სიამოვნებით გაქცევთ. რაზე უნდა გიპასუხოთ, ეხლა რაზე გიპასუხოთ? რას ვაპირებ? ვის უნდა უჩივლოთ? კარგი თუ ძმა ხარ რა? ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქვა სკანდალში გაეხვა. ბოლო პერიოდში მისი ვიზიტები საზღვარგარეთ სწორედ სკანდალით მთავრდება, ვინაიდან გასულ წელს ზუსტად ამ დროს გაეხვა ირაკლი ზარქვა აბუ-დაბის ცნობილ სკანდალში. ახლა კი არის, როგორც ჩანს, მონაკო. ამ საკითხმა განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც თავად ირაკლი ზარქვა გამოეხმაურა ამ ვიდეოს, თქვა, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო და ბუნებრივი არის ინტერესიც მათ შორის გაჩნდა იქედან გამომდინარე, რომ დღეს დემონსტრაციულად მოვიდა ირაკლი ზარქვა პარლამენტში, ისმის დასამტკიცებლად, რომ არ არის მონაკოში ახლა და სწორედ ასეც ცდილობს ირაკლი ზარქვა და ამტკიცოს, რომ ვიდეო, რომელიც მონაკო დეილმა გამოაქვეყნა, არის ფეიკი.